როგორც ირკვევა სოციალური მედიის ეპოქაში, პუბერტატული ასაკი თინეიჯერებში უფრო მალე დგება, ვიდრე ეს ხდებოდა უწინ. და ამაზე, ესე ვთქვათ, მკვლევარებმა იმუშავეს და საკმაოდ საინტერესო ფაქტები გამოიკვეთა და მაინტერესებს მე ახლა უფრო ადრე უნდა ვინერვიულ ამაზე, ვიდრე ადრე მეკონდა, რომ სანერვიულო მქონდა? ანუ დაჩქარდა ეს ყველაფერი? მოზარდის ცხოვრებაში დამეთანხმებით, რომ პუბერტატული ასაკი უმნიშვნელოვანი პერიოდია და ეს ყველაზე რთული და უხერხული პერიოდი გახლავთ. პუბერტატული, ანუ იგივე სქესობრივი მომწიფების პერიოდი, გამოირჩევა ძირეული ჰორმონალური ცვლილებებით. ეს ცვლილებები იწვევს ფიზიოლოგიურ და ემოციურ ცვლილებებს. თან რაღაცა ის საყვარელი პერიოდია, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებს ყველა მოზარდი ერთანაირად ვერ იღებს, ეს არის დაუშვათ სიმაღლეშიც და ცვლილებები სახის მიდამოში, ასევე ეს არის თმის გაჩენა სხვადასხვა ადგილებზე, თავთან ერთად სხვადასხვა სიახლეებს შენიშნავენ ხოლმე მოზარდები, ასევე რა თქმა უნდა არის ტანტრუმები, ხასიათის ცვლილებები და ფსიქოემოციური, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაცია და შფოთვის მომატება. და რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს მიყავს კომპლექსების ჩამოყალიბებასთან ხო მოზარდში. თავად პროცესი დღესაც ასე მიმდინარეობს, თიკ არაფერი არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა პროცესის დაწყების დრო, უფრო ადრე გადაიწყო. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ბავშვების მომატებული წონა თიკა, გარემო ფაქტორები და სოციალური მედიის გავლენა. ანუ ესე უხეშად რო ვთქვათ, თუ კი ადრე სტანდარტულად ესე ვთქვათ, პუბერტატული ასაკი იწყებოდა 13-14 წლის ასაკში, ახლა ის უკვე იწყება 11-12 წლის ასაკში. ისე აქვე თქვენ რო კითხოთ, თუ გახსენდებათ, როდის დაიწყო ეს ცვლილებები თქვენ სხეულში? 13-14 არ მოგწონს. დაახლოებით ეს. რევან, შენთან როგორ იყო? ალბათ ესე, მაგრამ ჩემ შვილებში პეტრა შემცირებული ასაკი. დაპატარავებულია? მართლა? მე საკმაოდ გვიან დამეწყო ცვლილებები. მოკეთ, მშობლების და ბებიების თაობისგან განსხვავებით, დღეს სქესობრივი მომწიფების პერიოდი დგება 1-2 წლით უფრო ადრე. კვლევების მონაცემების მიხედვით, გოგონების მომწიფების პერიოდი უფრო ადრე იწყება. მათ 9 წლიდან უვითარდებათ მკერდი, რაც ითვლება პუბერტატული პერიოდის დასაწყისად. წარსულში თიკა მინდა გითხრა, ეს ასაკი 11-12 წელი იყო. და ეხა 9 წლის ბავშვს ესეთი ცვლილებები მართლაც ძალიან ისეთია, მოულოდნელი. ხო, თუმცა პუბერტატული პერიოდის ადრე დაწყება არ ნიშნავს იმას, რომ ის უფრო ადრე დასრულდება. ეს პერიოდი უფრო გახანგრძლივებულია და დიდხანს გრძელდება. ესე იგი, ყველანაირი ასეთი ტიპის სიახლე უკავშირდება გაჯეტების გამოყენებას და რანაირად უწყობს გაჯეტი დაუშვათ ამ პროცესების დაჩქარებას ხელს? ერთ-ერთი მიზეზი თიკა არის ის, რომ თინეიჯერებს უფრო ნაკლები ძინავთ, ვიდრე მაჩვენებლებს 20 წლის წინ. ასევე მათ საძინებელ ოთახებში უდევს სმარტფონები, ლეპტოპები, პლანშეტები და სხვა ეკრანიანი მოწყობილობები, რომლებიც ასხივებენ ლურჯ სინათლეს და ძილ ღვიძლის ფაზას ურევენ ამ ბავშვებს. ამიტომ უფრო ნაკლები ძინავთ. და ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს, აი მაგალითად თუ კომპიუტერს ჩართულს დატოვებენ, შეიძლება ღრმა ძილის ფაზას საერთოდ ვერ მიაღწიონ. თიკა მინდა გითხრა, რომ ძილის ნაკლებობა დიდ გავლენას ახდენს მეტაბოლიზმსა და ზრდის სიჩქარეზე. ანუ აპროვოცირებს კიდევ უფრო მეტად? კი ბატონო. დააჩქარა პროცესი ფაქტია. რისი თქმა მინდოდა, იცით რომ რა თქმა უნდა ეს მდგომარეობა, ეს რაღაც სოციალური მედიაც ერთგვარ გავლენას ახდენს, უფროსი და-ძმა მაგალითად მეგობრები, ხო? რაღაც გავლენის ქვეშ ხვდებიან და შეიძლება ნაადრევად დაიწყოს გამოვლინება უკვე დიდური მოქმედებებისა, მაგალითად მაკიაჟით სიარულის სრული გაუჩნდეთ თუ სხვა რაღაცა უფრო სხვა ხასიათი გამოავლინონ. თიკა უფრო მეცაც გეტყვით, აი ამ სოციალური ქსელის დამსახურებაა ის, რომ თინეიჯერები უფრო ადრეულ ასაკში ხვდებიან აი ამ ეროტიული შინაარსის მქონე ვიდეო მასალას. და 2022 წლის კვლევებით დღეს ეს ასაკი 12 წელია და გაიკვირდება და ზოგ შემთხვევაში 10 წელიც. რა საოცრებაა, იმიტომ რომ ფიზიოლოგიური ცვლილებები რა თქმა უნდა მოყვება ამას და როგორც ჩანს ჰორმონებს ემოციური ცვლილებებიც მოყვება და ამბობენ რომ აი დავუშვათ პირველი გამოვლინება შეიძლება სულაც არ იყოს დაუშვათ შედარებით რაღაცა გამოზრდილი და გამოზნექილი მკერდიან რაღაცა ცვლილებები ხმის ტემპში ეს შეიძლება იყოს უბრალოდ მიჯახუნებული კარებიც კი რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო. როგორ მოიქცეთ მშობლები, როგორ მოვიქცეთ? ფსიქოლოგების რჩევა ასეთია, რომ ამ დროს აუცილებელია საუბარი და უნდა ესაუბროთ შვილებს აი ამ თემაზე. ფიზიოლოგიურ და ემოციურ ცვლილებებზე, მშობელი თუ არ ესაუბრა და აუხსნა ბავშვს,
ბავშვები მაინც მოიპოვებენ ინფორმაციას, გინდა არ გინდა ამ თემას. და შესაძლებელია ეს ისე არასწორად მოხდეს ამ ინფორმაციის მოპოვება, რომ შემდეგ საკმაოდ დიდი დაღი დაასვას ეს ბავშვის მენტალურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ამიტომ ხო თუ ფიქრობთ, რომ ჯერ გაქვთ 1-2 წელი, ვიდრე ამას დიდურ საუბრებს დაიწყებდეთ თქვენ შვილთან ერთად, იქნებ მოვიდა სწორედ დრო და ეს პირველი გაჯახუნებული კარი, რომელიც მეც მენიშდა, იყოს სწორედ ამ საუბრების დაწყების სწორი დრო. ნამდვილად დიალოგი საუკეთესო საშუალებაა. დიალოგი ბევრჯერ და ბევრი წლის განმავლობაში, რადგან პუპერტატული პერიოდი 5-დან 7 წლამდე გრძელდება. მშობლებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ მათ შვილებს აინტერესებთ მათთან საუბარი, მაშინაც კი, როდესაც თავს აჩვენებენ, თითქოს ისინი არ უსმენენ. ზოგადად 9 წლის ასაკში პუპერტატული პერიოდის დაწყება მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს. ამ დროს აუცილებელია ექვიმის კონსულტაცია თუ გოგონას ამ შემთხვევაში 7 წლამდე და ბიჭს 8 წლამდე აღენიშნება გარკვეული ფიზიოლოგიური ცვლილებები, ამ დროს სხვადასხვა პათოლოგიებზე უნდა ვიფიქროთ, ჰორმონალურ დისბალანსზე და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა, იყო საინტერესო, რადგანაც არსებობს უკვე ასეთი რეალობა, ჩვენც უნდა ვიყოთ მეტად ინფორმირებული იმისათვის, რომ ჩვენ შვილებს სწორი დროული თანადგომა აღმოუჩინოთ ისეთ რთულ პერიოდში, რომელიც არის პუბერტატი, ეს მშობლების გამძლეობას და მხნეობას საჭიროებს ნამდვილად, ამიტომ ჩვენ შევეცადეთ, რომ თქვენთვის აგვეხილა თვალი, რადგან შეიძლება თქვენი შვილი ახლა მართლაც პუბერტატულ ასაკში იყოს და მეც კი დამაფიქრეთ. მადლობა, ძალიან საინტერესო.